საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი 1-1-ის მორიგ შეხვედრას რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ბორჯღალოსნები დღეს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გაემგზავრნენ. 1-1-ის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩიდან 3 მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ბოლო 15 წლის მანძილზე რუსეთს საქართველოს შორის 12 მატჩი გაემართა და ბორჯღალოსნებმა 10 შეხვედრაში რუსეთის დამარცხება შეძლეს. საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 16 საათზე გაიმართება. პირველი ახი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაში შემდგარაზე. განწყობა საკმაოდ მაღალ დონეზე გვაქვს, საბრძოლო, ენთუზიაზმით მივდივართ, სამშობლოს სიყვარულით, გულშემატკივრები მოყვებიან, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ხვალინდელ დღეს დაველოდოთ. დიდი მუხტით მივდივართ. პატრიარქმაც დაგლოცა არ შეხვედრივართ, მაგრამ ვიცით დაგლოცა და რა ეს დიდი შემართებით მებზადებით ამ თამაშისთვის, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანისთვის. ძალიან ველოდებით ამ თამაშს. კარგი იქნებოდა ახლა ყოფილიყო საქართველოში ეს თამაში, მაგრამ რას ვიზავთ. სადაც არ უნდა იყოს ეს თამაში, ყველგან უნდა გავიმარჯვოთ, მით უმეტეს რუსების წინააღმდეგ.